ეთერშია გადაცემა ბიზნეს პოზიტივი. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია 19 საათი და რადიო პოზიტივის ეთერში ბიზნეს პოზიტივი ნინო ბინიაშვილთან ერთად ბრუნდება. 23 და 24 დეკემბერს მოძრაობა კარჯის ორგანიზებით ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016 იწყება. ფესტივალზე უამრავი სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. უფრო დაწვრილებით ღონისძიებაზე კარჯის დამფუძნებელი ტარიელ ზივზივაძე გვესაუბრება. გამარჯობა ბატონო ტარიელ. მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. მოდით უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ფესტივალზე, კონკრეტულად რა პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. პირველ რიგში ჩვენ თქვარი ტრადიციის სახით გვექცა რომ წინასახალწლოდ გავაკეთოთ და მოვიწვიოთ წარმოებლები, ასევე მომხმარებლები და მოდი შევხვდეთ ისინი ერთმანეთს კონკრეტულად ერთ სივრცეში. ერთ სივრცეში, სადაც წარმოებლები წარმოადგენენ თავიანთ ახალ პროდუქციას, ახალს გულისხმობ 2016 წელს რაც შექმნეს და ასევე მომხმარებლები, რომლებსაც აინტერესებთ ეს პროდუქცია. წელს განსაკუთრებული იქნება ის, რომ ჩვენ შაშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე საკმაოდ ბევრი რამე ვისწავლეთ, რაღაცები შევცვალეთ, რაღაცები გავაუმჯობესეთ და წელს გვინდა რომ წავიხმაუროთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან ჩვენ რასაც ვიძახით არის ძალიან მარტივი. თუ გვინდა რომ ქვეყანა წავიდეს წინ, თუ გვინდა რომ ასე ვთქვათ, ადამიანები დასაქმდნენ ამ ქვეყანაში, თუ გვინდა რომ ადამიანების შემოსავალი გაიზარდოს, ამისთვის საჭირო არის ეს ულაპარაკოთ. ამის გარეშე არაფერი არ მოხდება. ამისათვის საჭირო არის რომ ყოველ დღე ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, რაც გვაქვს ქართული, რა თქმა უნდა. ეს არის ჩვენი მთავარი мотиваტორი. ახლა გვექნება ეს ფესტივალი 23-24 დეკემბერს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში. ცოტნე დადიანზე, 7 ნომერში. დღესასწაული იქნება ბავშვების ლოყის მოხატვიდან დაწყებული, დამთავრებული, რა ვიცი, იქ სახალხო ნაზვის ხითა და ასე შემდეგ, ყველა ნიუანსი გათვალისწინებული გვაქვს და არიან მსხვილი კომპანიებიც, კამპა, ნიკორა და რამდენად მრავალფეროვანია. მრავალფეროვანი იქნება, იმიტომ რომ წელს ჩვენ სპეციალურად აქცენტი გავაკეთეთ ახალ ნაწარმზე. ახალი ნაწარმი წარმოიდგინეთ, ქართული შამპუნის გეკეთება, ქართული პრეპარატები, ქართული მცენარეული ნაწარმი, ქართული ტელევიზორი, ქართული დამაგრძელებელი, შტეპსელი რომ არის რა დამაგრძელებელი, რასაც ქვია, ძალიან ბევრი ისეთი, რაც შეიძლება ბევრმა მსმენელმა და უბრალოდ მოქალაქემ არ იცოდეს. ჩვენც ზუსტად ესა გვაქვს მიზნად, რომ ის რაც არის ამ ქვეყანაში, ხო, ერთ სივრცეში რაღაც ხადია ყველა ჩვენთან ვერ იქნება, ეგ სივრცე შეზღუდულია, მაგრამ მოვიტანოთ ის ქართული პროდუქცია, დაუძახოთ მომხმარებელს და მოდი ურთიერთონ ერთმანეთში. დიახ, ეს თქვენ ახსენეთ, არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ახორციელებთ, მსგავსი ფესტივალი შარშანაც მოეწყო და ხშირად დაწყობთ ასევე ქართული პროდუქციის დეგუსტაციას. თქვენი შეფასებით, რამდენად შედეგიანია მსგავსი ღონისძიებები პოპულარიზაციის კუთხით? ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა წარმოიდგინეთ, მაგალითად, დავლიე ერთი წვენი, დავლიე მეორე წვენი და ადამიანს აქვს აზრი, რომელი ჯობია. ხა ერთი არის რომ მე გავსინჯო და მე ვთქვა დავუშვათ 2-3 წვენს შორის რომელი ჯობია და მეორე არის როცა 29 სხვადასხვა წვენს 8 ბრენდისას მათ შორის ქართულებსაც გასინჯავს 50-მდე ამ სფეროში ძალიან ჩახედული ადამიანიც არესტორნო და სასტუმრო ბიზნესებიდან და ისინი განსაზღვრავენ მიანიჭებენ შეფასებებს და მიუჩენენ ყველა წვენს თავის ადგილს. ეს არის სხვადასხვა ახალი სერია, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. დავანონსეთ ჯერ კიდევ თებერვალში, რომ გვინდოდა დეგუსტაციების დაწყება. მე რაღაც დრო გავიდა და ბოლო-ბოლო ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ის, რომელიც ყველაზე უფრო ადვილი იქნებოდა. ქართული და უცხოური წვენების დეგუსტაცია და გავაკეთეთ 29 ნოემბერს და ძალიან ბევრი იქ ვინც იყო მოსული, გაქურებული დარჩა. იმიტომ რომ ხშირად გონიათ რომ ქართული რას ივარგებს და რაღაცა, მაშინ როცა იქ კამპა და ჩვენის პროდუქციამ ჯამში 8 კატეგორიიდან 5-ში გაიმარჯვა, დანარჩენ 3-ში გაიმარჯვა სანდორამ.
იქ ჩვენ გქონდა 29 სხვადასხვა წვენი. 8 სხვადასხვა ბრენდის, 6 სხვადასხვა კატეგორიაში. შედეგები გაყიდვების კუთხით რამდენად გაუმჯობესდა? დეგუსტაციის მიზანი არის, რომ ჩვენ მხოლოდ დეგუსტაციას არ გულისხმობ თქვენ გაყიდვების კუთხით მაგას არავინ არ ითვლის რეალურად არ არის სერიოზული რამე ისეთი კვლევა არ ტარდება ამ ქვეყანაში, რომ შეაფასო, რომ მაგალითად აი გასული წლის განმავლობაში ქართული ნაწარმის გაყიდვები გაიზარდა ამდენით. ხა ინდივიდუალურად კომპანიის მრიცხველი თუ დაწერს ცოტა მზარდ გაყიდვებს, თორემ ჯამურად რამე ანალიზი მაგისი, რამე ოფიციალური რიცხვი იდებოდეს, მე არ მინახავს. შიგადაშიგ სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით კვლევები რა თქმა უნდა ტარდება, მაგრამ ეს თვითონ კომპანიები თუ ატარებენ და ის მონაცემებიც მათი შიგა მონაცემებია, რასაც ხადია არ ახმაურებენ. ზოგადად რო ვთქვათ, ქართული ნაწარმის გაყიდვები არის ძალიან დაბალ დონეზე. მარტივად რო ვთქვათ, იმპორტი არის წელს იმპორტ-ექსპორტის დისბალანსი, ანუ სავაჭრო დეფიციტი იქნება 6 მილიარდ დოლარზე მეტი. ეს არის უზარმაზარი თანხა. იქიდან 10 არის, მაგალითად ავიღოთ საკვები, ხო? საქართველოში რასაც ჭამთ, ასე ვთქვათ, და ვსვამთ, ხო? იმისი 30%-იც კი არ არის ადგილზე წარმოებული. 70%-ზე მეტი ეს ოფიციალური რიცხვებია ოქსფამის კვლევის, არის იმპორტი. საშინელება ხდება. გასაგებია. ხშირად პრობლემას სწორედ არაინფორმირებულობა წარმოადგენს. თქვენს კატალოგში მაგალითად კარჯიზე ჩამოთვლილი ქართული ბრენდები შეიძლება მომხმარებლისთვის საერთოდ უცნობი ყოფილიყო. რა იყო ამის მიზეზი? თქვენი აზრით. აი, დავუშვათ შექმენი პროდუქტი. ახლა მე მინდა ძალიან მარტივად დავწერო ჯაჭვი და უცებ მიხვდები, სად არის ესე ვთქვათ ძაღლის თავი დამარხული. დავუშვათ ყველი სიტყვაზე ვიცახით. ყველი რომ იყიდოს მომხმარებელმა, ამისთვის საჭიროა რომ თქვენ ჯერ აწარმოოთ, შემდეგ დისტრიბუტორმა წაიღოს, შემდეგ ეს ყველი მოხდეს სადღაც სუპერმარკეტის დახლზე, სადაც მივა მომხმარებელი და იყიდის. ანუ 4 რგოლია. თქვენ როგორც მწარმოებელი, თუ თქვენ ხართ მცირე წარმოებელი, თქვენ ფიზიკურად ვერ მოახერხებთ ძალიან ბევრ დახლზე პროდუქტის მიტანას თქვენით, იმიტომ რომ შუაში დისტრიბუტორი არ არის, რომელიც იმუშავებს თქვენთან. ძალიან ცოტა ესეთი დისტრიბუტორი, რომელიც ქართულზე მუშაობს, იმიტომ რომ ქართულები მცირეები არიან, რეალურად და ძვირი უждდებათ. ანუ პრობლემაა ჯერ თავისთავად მწარმოებელ რგოლში ხო პრობლემები არის ბლომად. გარდა ამისა, დისტრიბუციის რგოლში არის პრობლემები ბლომად. გარდა მაგისა, ქსელში დახლს გულისხმობ, ქსელში რომ კონკურენცია გაუწიო იმპორტიორს დახლზე ტერიტორიაში, რომელიც ფული ღირს. ძალიან სერიოზული პრობლემაა მცირე საწარმოებისთვის და პლუს კიდე მომხმარებელმა რომ გაიგოს და მივიდეს რომ ვახ, იმ დახლზე კონკრეტული პროდუქტი არის, ეს კიდე ცალკე პრობლემა არის. ანუ მარტო მომხმარებლის ინფორმირებულობაც არ არის მომხმარებელი, მე შეიძლება კი ვიცი რომ დავუშვათ ეს პროდუქტი არის სადღაც, მაგრამ სად მე რომ გავიგო ერთია, მე რომ მივიდე მეორე, მე რომ კიდე დავწმუნდე რომ ის ღირს იმად რომ მე ფული მაშ დავხარჯო, ანუ ვიყიდო ეს კიდე მესამე. მაგრამ პროდუქტი რომ იქ მოხდეს, ეს კიდე ცალკე ჭირია, ასე ვთქვათ რა. ანუ იმდენი პრობლემა ამ ციკლში, ხო? აი ძალიან რთულია საყრდენი წერტილის მოძებნა. ჩვენ რასაც ვიძახით არის რომ საყრდენი წერტილი ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც ვხარჯავთ ჩვენ ფულს. თუ ჩვენ მოვითხოვთ ყველა დაფასურდება ამ რგოლში მწარმოებელი დისტრიბუტორიც ქსელიც და მოგვართმევენ იმას რაც ჩვენ გვინდა. ესეა ეს, იმიტომ რომ მომხმარებელი არის მეფე დღეს. კი ბატონო, თუმცა მაინც იმპორტირებული პროდუქცია უფრო პოპულარულია მომხმარებელში. აი ეს არის ფაქტია. კიდევ რა პრობლემები, აი რა არის ამის მიზეზი? მხოლოდ არაინფორმირებულობა თუ სხვა მიზეზებიც არსებობს? არა, რა თქმა უნდა, მიზეზები არის ძალიან ბევრი. ერთ-ერთი მიზეზი ავიღოთ მაგალითად აი მცირე მეწარმე, ხო, მიიტანა თავისი პროდუქცია კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში, ხო? თუ ეს პროდუქცია გაიყიდა, ხო, მან თავისი ფული უნდა მიიღოს. მე ვიცი არაერთი მცირე მეწარმე, რომელსაც აღარ მიაქვს ძალიან ბევრ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში თავისი პროდუქტი, იმიტომ რომ იმან დროზე არ გადაუხადა. ან საერთოდ არ გადაუხადა და გადააგდო. ძალიან ბევრი ეს პრობლემაა ისე რომ ხა მე როგორც მომხმარებელს საერთოდ არ მაინტერესებს ახლა მე მინდა რომ პროდუქტი დამხდეს დახლზე მაგრამ არა მხოლოდ არ მაინტერესებს ეს ერთი მხარეა არ ვიცი უბრალოდ არ შეიძლება ვიცოდე იმის იქით რა პრობლემატიკა არის კი რა თქმა უნდა ხა მომხმარებლებშიც არის ბევრი პრობლემა მაგრამ უნდა ვაღიაროთ რომ წარმოებელთა მხარესაც დისტრიბუციის ნაწილშიც
მიწოდებაც პრობლემა. ანუ აი რა თქმა უნდა პრობლემა არის საკმაოდ დიდი და აქ არ არის მხოლოდ ისე რომ აი რომელიმე ერთ პრობლემას მოაგვარებ და მოგვარდება ამითი საქმე. არა, აქ არის მთელი წყება პრობლემებისა, რომელსაც თან მეთოდურად, თანმიმდევრულად აუცილებლად ჭირდება მოგვარება, თორე აი ავიღოთ მაგალითი, დავუშვათ შექმნით სუპერ პროდუქტი და დაიწყეთ რეკლამირება, ხო? თუ ის პროდუქტი დახზე არ დევს, მთელი რეკლამირება არის წყალში გადაყრილი ფული. მე რო ახლა დავუშვათ მომინდა რაღაცა პროდუქტი, გავიგერო თურმე ახალი პროდუქტი რაღაც გამოვიდა. მე ხო ის სადღაც უნდა ვნახო. და თუ მე ვერ ვნახე, ხო მინიმუმ გავბრაზდები. სულ აღარ მინდა თქვენი პროდუქტია, ხო ვიტყვი. ანუ ეს იცით რა ბუნებრივი რეაქცია, რაც ადამიანს ემართება და იმპორტული პროდუქცია, ხო, ის დისტრიბუტორები მუშაობენ წლების განმავლობაში, აწყობილი აქვს საქმე საათივით, წარმოების მოცულობაც საკმარისი აქვს, ფასიც ბევრს ძალიან ნორმალურია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ქართულები უგებენ მათ. ანუ ის ყოველთვის დაგხვდება იქ, სადაც უნდა დაგხვდეს. და ერთი სიტყვით ესე თუ გავაგრძელეთ, ჩვენ ძალიან ბევრ რადიო პოზიტივზე შეიძლება პოზიტიური განწყობა დავუკარგოთ, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ პრობლემებზეც უნდა ვისაუბროთ. უნდა ვისაუბროთ აუცილებლად, ნინო, იმიტომ რომ მაგისი სწორად გააზრება არის მოგვარების წინაპირობა. დიახ. მე წუხარ მხოლოდ ერთ რამეზე, რომ რაც ხშირად მესმის ეთერიდან, მესმის მხოლოდ უსარგებლო საუბარი და არავითარი კონკრეტული შეთავაზება მოხმარებლის მიმართ, აი რას მთავაზობ, ხო? გამოდიხარ ლაპარაკობ დაუშვათ მაღალფარდოვანი ტერმინებით, რომ ხანდახან შეიძლება ეკონომიკის მაგისტრიც კი უნდა იყო, რომ გაიგო რას ლაპარაკობს ეს ადამიანი და ამ დროს არაფერს არ გთავაზობს. ჩვენ თავაზობთ ძალიან მარტივ რამეს, სადი და იყიდე ხარისხიანი ქართული ნაწარმი. ძალიან კონკრეტულ რაღაცას თავაზობ. ყოველდღე აკეთებ რამოდენიმეჯერ არჩევანს. რაში დახარჯო საკუთარი ფული. ჩვენ ვიძახით, მოდი დახარჯე ხარისხიან ქართულ ნაწარმში და ეს იდეა რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ, იმის თუ ისე აკეთებთ ონლაინ აქტივობებს, პლუს დეგუსტაციებს, პლუს ფესტივალებს. ჩვენ მარტო საქართველოში არ გაგვიკეთებია ეგეთ ფესტივალი, 2 თვის წინ კორეაში ჰქონდა წაღებული ქართული ნაწარმი და იქაც ძალიან კარგი შედეგები დადო ამ ყველაფერმა. ასე რომ მუშაობა საჭირო სერიოზულთან. დიახ, მაინტერესებს ამ ეტაპზე მოთხოვნა მართლაც რომ გაჩნდეს, რამდენად აქვს რესურსი ქართულ პროდუქციას რომ ჩაანაცვლოს თუნდაც იმპორტირებული პროდუქცია, აი ნაწილი მაინც, დიდი ნაწილი მაინც. მაგალითს გეტყვი, აი მაგალითად ერთი წლის წინ აი ბაზარში ხო, ჩვეულებრივ ადამიანი დავდივარ ბაზარში. შანსი არ იყო ბაზარში შემხედრო და მაგალითად ხო ფას აწერენ რაღაც კარდონებს როდებე რა, რომ აი ქართული წარწერა შანსი მე არ მახსოვს ერთი წლის წინ ეგეთი რამე ყოფილიყოს. ეხლა ბაზარში რომ მივდივარ, შანსი არ არის 5-6 ესეთი წარწერა, ეგ ქართული ვაშლი მაგალითად, ან ქართული კივი. ან ნუ რაღაცა ქართული, ანუ სიტყვა ქართული ძალიან ხშირად გამოიყენება. ეს მიუთითებს ერთ ძალიან კარგ ტენდენციაზე, რომ მოსახლეობა უფრო მეტად იხრება ქართულისკენ. მაგრამ სულ სხვა როცა არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. დიახ. და მე მესმის ახლა ბუნებრივია, ამაზე არის მოთხოვნა ყოველთვის იქნება კიდეც. მაგრამ სულ სხვა როცა ის არის ბრენდირებული, აი ყველი მაგალითად სულ სხვა როცა აი ცელოფანში გახვეული იყიდება დახზე და სულ სხვა როცა ვაკუუმში შეფუთული იყიდება ნორმალურ სუპერმარკეტში, ხო? აი ამ ბრენდირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა ჯერ იმდენი არ არის. იმიტომ რომ ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც ფასზე არის ძალიან გრძნობიარი. თითქმის 80% მოსახლეობისა ფასზე გრძნობიარია. კი ბატონო, სანდოობის პრობლემაც არის. სანდოობის პრობლემაც არის, მაგრამ აქ სანდოობა არის შედეგი. დააკვირდი, თუ მე არ ვიცი, რომ აი მაგალითად აგერ წყალია, ხო, სიტყვაზე. აი ამ წყალის წარმოებელი ვინ არის? დღეს თუ გავიგე პირველად, ხო, ხა იმას როგორ ვენდობი, ხო? მე ეს ერთხელ ვნახო, მეორედ ვნახო, მესამედ სადღაც თვალი მოვკრა, სადღაც რაღაც გავიგონო, მე რომ ნდობა გამივითარდეს, მე უნდა იმის შესახებ ცოტა მეტი ვიცოდე. ანუ თუ იმისი მწარმოებელი მე მემუშავება როგორც მომხმარებელს, მე ცოტა მეც გავიგებ და ბოლო-ბოლო გამოვცდი და როცა ვიყიდი და როცა მომეწონებოდა, როცა დავრწმუნებოდა, რომ ვაუ, ეს მართლა კარგია, всё, აი იქ უკვე იწყება ნდობა. დიახ. ანუ ნდობას სჭირდება მუშაობა და კიდე გონიათ, რომ დღეს გააკეთებენ ბიზნეს და ხვალ უნდათ მილიონის შოვნა. ეგრე არ არის ძმაო, ეს წარმოებლების საყურადღებოდ ამბობ. მოხმარებლებს კიდე გქონიათ, რომ უცებ ბაზარზე უნდა დაიყარო ძალიან ბევრი ქართული პროდუქცია. არ მოხდება ეგრე, თუ არ მოითხოვე, ვერც ვერაფერს ვერ მიიღებ. მოითხოვე ნიშნავს, რომ გახვალ ბაზარზე უნდა იყიდო. არ უნდა თვალიერება და კოჭების შემოწმება ეკა. იყიდე, მორჩა, თუ ხარისხიანია, რა თქმა უნდა. არ მოგეწონება, არ იყიდოს საერთოდ, ის თავის გაქრება მერე ბაზრიდან. მოხმარებელს აქვს ძალიან დიდი ძალა. ეს არის მისი ფული.
ხო და ეგ გვინდა ჩვენც რომ გადაამისამართოს ის ფული სწორად. დიახ, ასე ონლაინ პროექტებიც ახსენეთ. კარჯიმ დაიწყო 30 დღიანი გამოწვევა დეკემბერში, დღეში თითო ქართული პროდუქციის ყიდვას გულისხმობს ეს გამოწვევა. როგორ მიდის ეს პროექტი და რამდენი ადამიანი ჩაერთო? სხვათა შორის აი მე პირადად მიხარია რომ ძალიან მასშტაბი შეიძინა ამ საქმიანობამ. სქემა არის მარტივი. დავუშვათ მე ვიყიდე დღეს რაღაცა ნაწარმი და გამოვიწვიე ჩემი რამოდენიმე მეგობარი რომ აი მოდი ახლა ხვალ თქვენც იყიდეთ იგივე. და იმათაც რო იგივე გააკეთონ, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე ჩემს ირგვლივ, არ მხოლოდ სამეგობროში, ამ შემთხვევაში Facebook სამეგობროს გულისხმობ, არამედ ისედაც რა, იმის იქითაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მთაგავს ისე რომ საერთოდ არ ვიცი ვინ არის, ამ დროს აქ ნაკიდი ქართული პროდუქცია, ჰეშტეგზე ძალაერთობაშია რომ გახვიდეთ, არის აი მთელი ნაკადი არის დაყრილი პროდუქციისა, რომელსაც ყიდულობს ხალხი. მე ძალიან მიხარია რომ ჩემი ვარაუდით აი სადღაც 100,000-დან 500,000 ერთეულ ქართულ პროდუქტამდე ამ თვის განმავლობაში იქნება გაყიდული აი ამ ჩვენი ონლაინ გამოწვევის ფარგლებში და ეს ცოტა ნამდვილად არის ქართულ რეალობაში. ზუსტად ვერ ვანგარიშობ შედეგს ეს მხოლოდ უხეში შეფასება, იმიტომ რომ ჰეშტეგების დათვლის მექანიზმი სანდო ჯერჯერობით არ არის ახლა და მარკეტ უკან ვერ ჩვენთვის არ მოიცავს. გარკვეულ სურათს მაინც ქმნის რომ გააქტიურდება. ის იმიტომ რომ აი უბრალოდ შენს ტაიმლაინში რომ ასე ვთქვათ ჩამოხვალ ხო და ეს რაღაც 10-15 სკროლს გააკეთებ ხო უკვე ნახავ რომ ერთი ვიღაცა მაინც არის ვისაც აქ ქართული პროდუქტი ნაყიდი ეს ცოტა სარნიშნავს. თან ეს ხო 30 დღიანია და ჯერ არის მე-11 დღე და ეს კიდე თვის ბოლოს ნუ საბოლოო ჯამში ჩვენ სწავლობთ იმიტომ რომ მანამდე 4 მზავსი გამოწვევა იყო და თითოეულის გა რაღაცა ვისწავლეთ რომელსაც ეხა ვიყენებთ და ყოველ შემდეგ ჯერზე და უფრო მასშტაბურს რომ გავაკეთებთ, აი მე უკვე მოვა დრო და ისეთ ცეცხლს დავანთებთ ინტერნეტში, რომ აი გუდარსაც კი გაეცინებაო რო იტყვი. კი ბატონო, თქვენც ახსენეთ, მხოლოდ საქართველოში არ შემოიფარგლებით და აი უცხოეთში რამდენად პოპულარულია ქართული პროდუქცია და რამდენად ხდება პოპულარიზაცია. ჩვენ მაგალითად რაც მისია გვაქვს არის შემდეგი რომ ქართული ხარისხიანი ნაწარმის ცნობადობის და გაყიდვების და ექსპორტის ზრდა. ექსპორტის კუთხით ჩვენ მქონდა კარგი პრეცედენტი ძალიან, 2 თვის წინ მქონდა კორეაში საერთაშორისო, ანუ სამხრეთ კორეაში გულისხმობ, საერთაშორისო ექსპოზე 46 მწარმოებლის 124 სხვადასხვა პროდუქტის ნიმუში 17 პროდუქტის კატეგორიიდან. ჩვენთვისაც ეს იყო მიღწევა. თან ძალიან ბევრი დავინახეთ, იქ ჩვენ თვითონ მქონდა უზარმაზარი პავილიონი საერთაშორისო ტერიტორიაზე, იქ თვითონ ექსპოსი 54 კვადრატიანი პავილიონი, 14 მაგიდაზე იყო გაშლილი ქართული პროდუქცია და დაინტერესდნენ კი, ინტერესი იყო ძალიან სერიოზული. ერთი არის რომ ჩვენ იქ ვიყავით, ესე ვთქვათ, მოუკაწრეთ შესაძლებლობა, დავინახეთ რა ინტერესებთ კორეელებს, რა უფრო მოსწონთ იქ ცხარე, მლაშე, ეგ არომატები და ესე შემდეგ და შემდეგ ჯერზე უკვე მომავალ წელს უკვე გვაქვს მოწვევა და იქ უკვე უფრო სპეციფიკურად მომემზადებით მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე. ფაქტი ერთია, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამე რაც მოსწონს ძალიან ბევრ ადამიანს დაწყებული, რა ვიცი, ამერიკელი და დამთავრებული აზიელის ჩათვლით. უბრალოდ თითოეული პროდუქტი არის ძალიან სერიოზულად სამუშაო. ავიღოთ მაგალითად ღვინო, ხო? საქართველოს ღვინის წარმოებით შარშანდელი მონაცემებით არის მე-19 ადგილზე. 48 მილიონი დეკალით საწარმოებს იტალია. 2 მილიონზე ვერ ავსულვართ ჩვენ. ანუ აი ჩვენ ხო აი ვამაყობთ რაღაცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ღვინის წარმოებაშიც კი ისე იცოცხლეთ ხო მე-19 საავადმყოფო ადგილზე ვარ სოფლიოში. ხა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს სამუშაო არის ძალიან ბევრი მიმართულებით. მათ შორის საექსპორტო მიმართულებითაც ხა. თუმცა ჩინეთთან დაიწყო. კი, რა თქმა უნდა, ხლა იქ მე რაც ინფორმაციას ვხედავ რომ ხდება, ძალიან პროგრესი კარგი არის და აუცილებელია. უბრალოდ ერთი არის ექსპორტი, მეორე არის შიდა ბაზარი. შიდა ბაზარიც მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს რომ მაგალითად ჩარშან მოსახლეობამ 12 მილიარდი ლარი დახარჯა. ეს არის უზარმაზარი თანხა. ხო და თუ ურჩევ მოსახლეობას რომ მოდი შენ ეს ქართული გაითვალისწინე, რომ არსებობს ეს ქართული თანხარისხიანია, ის გადმოამისამართებს იმპულსს და იმპორტულის მაგივრად ქართულში დახარჯავს. აი ეგ არის ზუსტად რაც ჩვენ გვინდა.
ეს ძალიან დიდი ძალაა, აი რო ვიძახი რომ ჩვენ ხელში დიდი ძალაა, ეს არის 12 მილიარდი. მთავრობის ხელშიც დიდი ძალაა, 3.2 მილიარდი დახარჯა შარშან. ბიზნეს კერძო კომპანიებმა 6 მილიარდის შიდა ინვესტიცია გააკეთეს. ეს რას ნიშნავს, იცით, რომ შარშან საქართველოში ანუ 2015 წლის ოფიციალური მონაცემებით 21 მილიარდი შიდა ინვესტიცია გაკეთდა ლარში. შარშან უცხოური ინვესტიცია პირდაპირ იყო 1.564 მილიონი. ანუ შიდა 6ჯერ მეტია. ხო და 6ჯერ მეტი როცა არის მინიმუმ იმის გადამისამართებაზე, რომ პირდაპირ აისახება ეკონომიკაზე. აბარა. ქართული პროდუქციის აბარა. ყიდვა. სერიოზული თემებია ეს. ცხადია ერთ გადაცემაში ვერ გამოვლებთ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ რასაც ვიძახით, ვიყიდოთ ქართული და არა მხოლოდ ჩვენ იმასაც ვიძახით, რომ აი მე ვყიდულობ ქართულს გავაკრათ მანქანის უკანაც. ან კაპოტზე ან შუშაზე. ახლა ეს სხვათა შორის ეგეც კარგი თემა გამოდგა, ბერმა მოიწონა და ჩვენ ვაპირებთ, რომ დავბეჭდოთ სტიკერები მანქანისთვის სპეციალურად, რომ ვისაც სურვილი ექნება, უკვე 23-24-ში ხარვასლაში ექნება შესაძლებლობა, რომ ეს სტიკერი წააყოლოს ხელს. შევაჯამოთ მაშინ ჩვენი საუბარი და სამომავლო პროექტებზეც რო გითხრათ, ორი სიტყვით რას გეგმავთ? მოდი ასე შევაჯამებ, რომ 23-24 დეკემბერს ჩვენ გვექნება წინა სახალხო ფესტივალი, სადაც თითოეულ სტუმარს ხარვასლაში, წოდენდადიანის 7 ნომერში ექნება შესაძლებლობა იყიდოს ნაღდი ქართული პროდუქცია, რომლის დიდი ნაწილი შეიძლება იმ მომენტამდე არც იცოდეს. გარდა მაგისა, ჩვენ გვაქვს ასევე მიმდინარე 30 დღიანი გამოწვევა და ყველაფერს ვაკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიაქციოს ყურადღება ქართულ ალტერნატივას, რომ სადაც შესაძლებელია იყიდოს ქართული. ხა მომავალს რაც შეეხება ჩვენ ჯერჯერობით ესე ვთქვათ პატარა ორგანიზაცია ვართ, რასაც ვახერხებთ, მაქსიმუმს ვახერხებთ, მაგრამ სულ უფრო და უფრო იზრდება მეგობრების რაოდენობა და შესაბამისად აღარ შემოვიფარგლებით უკვე ონლაინ აქტივობებით, ფესტივალებით, დეგუსტაციებით, რაღაცას კიდე მოვიფიქრებთ და თავარია რომ მიზანი არის ნათელი, რომ აი დავარწმუნოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომ ქართულ ხარისხიან პროდუქტს მიაქციოს ყურადღება პირველ რიგში და ისიყიდოს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ტარიელ, მე წარმატებას გისურვებთ ნამდვილად კარგი საქმის კეთებაში. ჩვენ გადაცემის სტუმარი იყო მოძრაობა კარჯის დამფუძნებელი ტარიელ ზივძივაძე. მე კი მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. Stay on positive mood 104.3 FM.